Обычное московское утро. Просто захотелось снять эту красоту. Это просто пиздец. Я такого нахуй доброго утра не видела никогда. 2026 წლის 18 ივნისი მოსკოველებს არასდროს დაავიწყდებათ. დილა ტრადიციული ყავის ნაცვლად სროლით და აფეთქებებით დაიწყო. რუსეთის დედაქალაქი და მისი შემოგარენი უკრაინული დრონების მასირებული თავდასხმის სამიზნე გახდა. კი, ეს ომია. თქვენი ბუნკერის დიქტატორის დაწყებული ომი, რომელსაც 4 წელიწად ნახევარი არ იმჩნევდით. ახლა კი პანიკაში ხართ, რადგან ომი უკრაინამ უკვე თქვენს ტერიტორიაზე, თქვენს ფანჯრებთან მოიტანა. ის რაც რამდენიმე თვის წინ ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო, დღეს რეალობაა. მოსკოვი ცეცხლის ალში და შავკვამლშია გახვეული. Это пизда. Репортеры на месте, тут пизда происходит. Это просто пизда. Все горит, вся Москва нахрен горит. Вон все заводы нахрен горят. Я нахрен сваливаю отсюда нахер к херам собачьим, блядь. Я манал эту процедуру, блядь. О, вся Москва горит нахрен. Только ракеты, блядь, там долбят, блядь, еще где-то на подлете. Да выебывались, как говорится, блядь. У нас самое лучшее ПВО, блядь. Капотник пизда конкретная во всех фронтах. Ну типа вот это все. Капотник больше нет. უკრაინული კეთილი დრონების მთავარი სამიზნე მოსკოვის კაპოდნიას რაიონში მდებარე გაზპრომ ნეფტის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო. უკრაინელებმა მას ამ კვირაში მეორედ დაარტყეს. ადგილობრივების გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ სამიზნეს უკრაინული დრონების უმეტესობა მიაღწია. შედეგად ქარხანამ, რომელიც მოსკოვს ბენზინის 40%-ით და დიზელის 50%-ით უზრუნველყოფს, მუშაობა შეაჩერა. კაპოდნიას ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო საწვავის ძირითადი მიმწოდებელი Московის аэропортებისთვისაც. Это все начало еще больше разгораться, блядь. Вот он столб дыма поднимается, вот он черный. Вот, видишь, он опять начинает подниматься. Это пиздец тут, блядь. ეს კადრები კი ინტერნეტ სივრცის ჰიტი გახდა. აფეთქების ტალღამ ნავთობის ერთ-ერთ რეზერვუარს სახურავი ახადა. ამ კადრებზე თავდაპირველად ბევრი იცინეს. მასზე გააკეთეს არაერთი ქარდი და მიმი. Дивіться в усіх додатках та вікнах інтернету. Зажечь огонь в Москве, ракеты по городам. Хотели же повторить, фламинго поможет вам. სიტუაცია უფრო სასაცილო მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ რეზერვუარის აფეთქებაზე პასუხისმგებელი არა უკრაინული დრონი, არამედ რუსული ჰაერ-საწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტა იყო. მასალის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ ეს მარტივად დადასტურდა. კარგად დააკვირდით ამ კადრებს. აქ კარგად ჩანს, რომ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ გასროლილი რაკეტა არა მის თავზე მფრენი უკრაინული კამიკაძე დრონების, არამედ პირდაპირ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ყველაზე დიდი საცავისკენ წავიდა. Блядь, мимо прилетело. Мимо прилетело, стреляют. Опять мимо прилетело. რუსულმა პევეომ იმ დღეს მართლაც იყო ჩაღა. დედაქალაქის შესასვლელებში ვერა, მაგრამ უკრაინული დრონების ნაწილი დასახლებული პუნქტების თავზე ძლივს დაიჭირეს. უმეტეს შემთხვევაში ისეთ ადგილებში ჩამოყარეს, სადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, სავაჭრო ცენტრები და ბაზრებია. ასევე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პევეოს მიერ დეზორიენტირებული დრონები მოსკოვის ოლქში სამშენებლო ამწეს და მრავალსართულიან სახლს შეეჯახა.
რუსეთის დედაქალაქი ერთი კვირაა პანიკაშია. უკრაინული დრონები იქ საკმაოდ თავისუფლად დაფრინავენ. არადა კრემლის დიქტატორი და მისი პროპაგანდისტები მანამდე სულ იმას ამტკიცებდნენ, რომ რუსეთის დედაქალაქს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა აქვს. Я ответственно заявляю, у нас лучшее в мире ПВО и лучше нашей ПВО нет вообще ни у кого. Нету ее сегодня. ეს ისეთივე მითი აღმოჩნდა, როგორც ის, რომ პუტინის სამხედრო ოპერაცია უკრაინაში გეგმის მიხედვით მიდის და რუსული საოკუპაციო ჯარი წინ მიიწევს. ფაქტი ისაა, რომ ვითომ უძლეველ იმპერიას საკუთარი დედაქალაქის სათანადო დაცვა არ შეუძლია. მიუხედავად საჰაერო თავდაცვის სამირკალისა მოსკოვი ცეცხლის ალში მარტივად გაეხვა. ბოლო დღეებში მაღალსართულიან სახლებზე დამონტაჟებული პანცირები თითქმის უფუნქციო იყო. პუტინის ჯარისკაცები კი კამიკაძე დრონის გადასაჭერად უშედეგოდ ისვრიდნენ გადასატანის საზენიტო სარაკეტო კომპლექსიდან, თანაც საავტომობილო მაგისტრალებზე, როცა აქტიური მოძრაობა იყო. Давай, брат! Вы! Давай! Ой, машаллах! და მაინც რითი იზომება საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობის ეფექტურობა. რუსული პროპაგანდისტვის მთავარი საზომი ჩამოგდებული დრონების რაოდენობა. ამ ნარატივს სრულადაც ამტვერებს სამხედრო ექსპერტის განმარტება. Оцениваете эффективность ПВО поколения. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ეფექტიანობის შეფასება ჩამოგდებული დრონების რაოდენობის მიხედვით, როგორც ეს რუსებს უყვართ სისულელია. განსაკუთრებით მერი საბიანი სულ აქვეყნებს ამდენი ჩამოვაგდეთ. არა, ეს ასე არ მუშაობს. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ეფექტურობა ფასდება არა ჩამოგდებული სამიზნეების რაოდენობის მიხედვით, არამედ იმით მოხდა თუ არა ზიანის თავიდან აცილება. ნახეთ, როგორ იწოდა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ზიანის აცილება შეძლეს? ვერა, ესე იგი სისტემამ ვერ იმუშავა. ეს ერთადერთი კრიტერიუმია. გასაგებია, რომ მათ ძალიან დაარეკლამეს მოსკოვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. თუ იდეაში სამრკალად აშენებ თავდაცვის სისტემას, შიგნით ვერაფერმა ვერ უნდა შემოაღწიოს. Там вообще ничего долетать не должно. მოსკოვის მცხოვრებლებმა გასულ კვირას ბევრი აღმოჩენა გააკეთეს. გარდა იმისა, რომ საჰაერო თავდაცვას პრობლემები აქვს, არ არსებობს ან ხელისუფლება განზრახ არ იყენებს წინასწარი შეტყობინების სისტემას. არც ერთხელ არ ჩართულა განგაშის სიგნალი, ხალხს არ მიუღია SMS შეტყობინება. არ არსებობს ბომბსაფარები. ადგილობრივებმა უბრალოდ არ იცოდნენ, სად უნდა წასულიყვნენ. Охуеть просто. Мне одному реально интересно, почему сегодня не было никакого оповещения. Ни воздушной тревоги, ни любого оповещения возможного. Это угроза жизни для людей. Что сегодня происходило ночью? Завод горит, садовод горит, дроны валяются просто на асфальте, дроны врезаются в дома. Люди в панике, люди просто спали. Ну вы хотя бы оповестите их. Система оповещений у нас великолепная. Знаете, сколько было оповещений? Ровно 0. Ни сирен, ни сообщений, ни хрена. Вот, спасибо большое, что очень сильно обо мне заботитесь. Я так, видимо, должен на инстинктах каких-то передвигаться и такой, типа, ну, вот так, сегодня будет. И говорить страшно, и молчать уже сил нету. Вы видели 12-часовые новости? Вообще ни о чем. Все прекрасно, все замечательно. Нас волнует все, кроме того, что происходит в собственной стране. ასევე ამ კვირაში მოსკოველების ნაწილი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ პროპაგანდა ცრუ ინფორმაციით წამლავს, მაგალითად, მაზუთის წვიმაზე, რომელიც ყველასთვის ხილული იყო, უთხრეს, რომ მოეჩვენათ. Вот, и дождь прошел, мазутный, блядь, просто трэш. Вот оно, все просто черное. Такие дела. Единственный вывод, который я сделала из этой ситуации, читать, сука, новости. Каждый раз перед выходом из дома читать, и не наши, блядь, а нормальные новости. Нормальные новости, где хотя бы можно получить информацию о том, что происходит у нас, блядь, в стране. თავარი აღმოჩენა კი მაინც ის იყო, რომ ომი არც ისე შორსაა. როგორც ჩანს, უკრაინას მოსკოვზე უნდა დაერტყა, რომ ხალხი მიმხდარიყო, როგორ უფსკროლში მიათრევს ერთი კაცი. კარგი იქნებოდა ახლა მეთქვა, რომ რუსები პუტინის წინააღმდეგ რევოლუციას აორგანიზებენ თქო, მაგრამ ამ ეტაპზე ისიც საკმარისია, რომ აფეთქებებით შოკირებულმა რუსებმა შეკითხვების საჯარო დასმა და გამოსავლის ძიება დაიწყეს. Вариант 1. Собираться в кучки, приходить в центр Москвы, вот, культурно, мирно, без, так сказать, всяких мыслей, собраться где-то в центре, возле Министерства обороны, возле Кремля и задать вопросы, что происходит, нахуй, ебаный рот. Вот это единственный вариант остается, ну, на мой взгляд, что сделать, потому что дальше
Если мы просто будем молча наблюдать, что происходит, и нихуя не делать, у нас просто не останется страны. Владимир Владимирович, может быть, остановимся уже, сделаем первый шаг. Мы всем все доказали, мы умный народ. Может, как-то поступим иначе. Мы вас поддержим. Пожалуйста, хватит, остановите эту войну. Не потому, что сегодня у нас полетели какие-то беспилотники и так далее, а потому что все про это говорят уже очень давно. Пожалуйста, мы все хотим жить в нормальном и мирном мире. Вся Москва, блядь, в пожарах. Напоминает мне стих. Скажи мне, дядя, ведь недаром Москва, спаленная пожаром, французам отдана. Может быть, уже решим, блядь, эту проблему. უკრაინის შორს მოქმედმა სანქციებმა პუტინის პროპაგანდისტებზეც იმოქმედა. კრემლის მთავარმა რუპორმა ამ კვირაში პირველად ამოთქვა, რომ Это война. Это война. И враг делает ставку на нанесение нам стратегического поражения. სალავიოვის ამაღიარებას წესით სხვა გაგრძელება უნდა ქონოდა და კრემლის ბატონები თუნდაც ირიბად გაეკრიტიკებინა, რომ ამდენი წელი სიცრუეს ავრცელებინებდნენ, მაგრამ არა, თავისი აგრესია ისევ რიგით მოსკოველებზე მიმართა. ყველა იმ პირის დასჯა მოითხოვა, ვინც კადრებს ისედაც შეზღუდულ სოციალურ სივრცეში გაავრცელებს და მეტიც პანიკის გამო ხალხს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. Уезжайте. Уезжайте. Если вы слабы, если у вас нет ничего русского, идите путем предателей. უფრო საინტერესო იყო კრემლის სხვა პროპაგანდისტების აღიარებები. ადამიანები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში რუსული არმიის უძლეველობას ქადაგებდნენ და უკრაინის დაჩოქებას წინასწარმეტყველებდნენ, ახლა რიტორიკა შეიცვალეს. სოფლიოში მეორე არმიას, რომელსაც კიევი 3 დღეში უნდა აეღო, სტრატეგიულ თავდაცვაზე გადასვლას ურჩევენ. ზოგიერთი უფრო შორსაც წავიდა და პუტინისთვის არასასურველი შედეგი იწინასწარმეტყველა. Я вам скажу, что дальше. Нас будут добивать. Но коли сегодня нет таких громадных ударных группировок прорыва, их реально сегодня не хватает. Ну давайте мы сядем в стратегическую оборону и начнем что? Тянуть основное. თუ ბუნკერის დიქტატორი ომიდან გამოსვლის გზას არიპოვის თავდაცვამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ რითი დაიცავს ფრონტის ხაზ გაუგებარია. ბრძოლის ველზე მყოფებისთვის ტყვია წამლისა და საწვავის მიწოდება სულ უფრო შეუძლებელი ხდება. კრემლის დიქტატორის გარდა ამას ყველა ხედავს და აღიარებს, მათ შორის რუსი გენერლებიც. В отношении вот такого повсеместного наступления, что вот как Путин. ასეთი ყოვლის მომცველი შეტევის შესახებ, როგორც პუტინი ამბობს, რომ ყველა მიმართულებით ვუტევთო, მე არ დაკმაყოფილდი იმ ინფორმაციით, რომელსაც ვიღებ და გადამოწმების მიზნით დაუკავშირდი ერთ-ერთ ჩვენს სამხედრო მეტაურს და ვთხოვე შეეფასებინა სიტუაცია. მან მითხრა, რომ ერთ ადგილზე ბორძიკობენ. მე შევახსენე პრეზიდენტის გამოსვლები. მან მითხრა, რომ პრეზიდენტს ყველა ატყუებს როგორც შეერაღებაზე, ისე შეტევაზე და ასე შემდეგ. И по наступлению и так далее. პუტინს როგორც ჩანს, ტყუილში ცხოვრება ურჩევნია იმის აღიარებას, რომ სოფლიოს მეორე არმიამ თავი ამოწურა. ერთადერთი გამოსავალი ახლა საყოველთაო მობილიზებაა, რომ როგორმე ფრონტის ხაზზე არსებული დანაკლისი შეივსონ. სხვადასხვა დათვლით უკრაინაში ყოველთვიურად 35,000-მდე რუსი ჯარისკაცი იღუპება. ახლა ძალების ხელახლა შეკრებას ცდილობენ და ჯერ არაოფიციალური მობილიზება დაიწყეს. რუსეთის ბევრ რაიონში ახალგაზრდებს ქუჩაში იტაცებენ და თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტების გაფორმებას აიძულებენ. Скажите, все добровольно подписали контракт? Вас заставили, скажите, вас заставили, вас били. Добровольно или нет? Просто молитесь Богу, не надо плакать. Все. ალბათ ასე იძულებით შეკრებილი გამოუცდელი ჯარით აპირებს პუტინი უკრაინისთვის და მისი მოკავშირეებისთვის პასუხის გაცემას. კრემლის ერთ-ერთმა იდეოლოგმა საჯარო თქვა, რომ მოსკოვი გამბედაობას იკრებს უფრო მკაცრი დარტყმების განსახორციელებლად. მუქარის ადრესატები კი ევროპული ქვეყნები არიან. Накапливается решимость. ხდება გამბედაობის მოკრება უფრო სერიოზული დარტყმებისთვის, როგორც უკრაინაზე, ასევე ევროპის იმ ქვეყნებზე, რომლებიც მას ეხმარებიან. მე ვფიქრობ, რომ ერთ წელიწადში მოხდება. მე მხარს დავუჭერდი, რომ ეს გასულ წელს გაგვეკეთებინა, რადგან უაზროდ დიდხანს გაგვიგრძელდა ეს ომი. გერმანია, რუმინეთი, რადგან იარაღის გარკვეულ ნაწილს უკრაინაში სწორედ რუმინეთიდან შედის და სამწუხაროდ პოლონეთი, თუმცა პირველი გერმანია. И Польшу, к сожалению.
но первое – это Германия. პუტინის გარემოცვის წევრები ასე დიდი ხანია იმუქრებიან, მაგრამ საქმით მხოლოდ იმას აჩვენებენ, რომ საკუთარი ქვეყნის და რაც მთავარია დედაქალაქის დაცვა უჭირთ. ფრონტის ხაზი კი შესაძლოა გაიზარდოს. თუ პუტინმა ლუკაშენკო ომში ჩაითრია, ბელორუსი უკრაინისთვის სამართლიანი სამიზნე გახდება. მოსალოდნელ შედეგებზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეზობელი ქვეყანა კიდევ ერთხელ გააფრთხილა. Олександр Григорьевич Лукашенко керівник Беларусі, країна... ალექსანდრ გრიგოროვიჩ ლუკაშენკო ბელორუსის ლიდერია, ქვეყნის რომელიც ჩვენი მეზობელია და უსაფრთხოება საზღვართან ჩვენთვის მნიშვნელოვანია. როდესაც ბატონი ლუკაშენკო ამბობს, რომ მას ომში ჩართვა არ სურს, ის მინიმუმ საკუთარ ხალხთან უნდა იყოს გულწრფელი, რადგან ომში მას კი არ ჩაითრევენ, რუსეთი მთელ მის ქვეყანას ჩაითრევს. დღეს მას თავის კოშკებზე რეტრანსლატორები აქვს უკრაინის მოსაზღვრე ორი რეგიონის გასწვრივ აღჭურვილობა, რომელიც უკრაინის მოსახლეობაზე ცეცხლის კორექტირებას ახდენს. უშუალოდ მშვიდობიან მოსახლეობაზე. რატომ საუბრობს, რომ ომში ჩართვა არ სურს? მაშინ მოხსნას ეს აღჭურვილობა გამორთოს ის. ფიქრობ, ერთი კვირა საკმარისი იქნება ამის გასაკეთებლად. თუ ის ამას არ იზავს, ჩვენ გავაკეთებთ. ამასობაში კი დიდი შვიდეულის ქვეყნები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მნიშვნელოვნად გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. კერძოდ, დამატებითი საჰაერო თავდაცვის საშუალებების, ახალი საზენიტო სისტემების, რაკეტა გადამჭერებისა და შორმანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდებაზე. ომის მეხუთე წელს უკრაინას აქვს პარტნიორების ნდობა და შესაძლებლობები იმისთვის, რომ კრემლის დიქტატორი დაამარცხოს.